მე სპარტაკი ვარ ქობულეთიდან. კაი ხო, მაგ რაღაცა ურისამიხმურობა და კეთილი. ჩვენი გადაცემის სტუმარია ცნობილი მთამსვლელი ბატონი ჯიმშერ ჯომოლუნგმა შევეგე ჩაჩა კრუმპუპა როგორც ჩიტიგალიაში როგორც მუჩივებელა თუ სასტუმრო ძალიან ძვირია ოდიში აქ თუ ზედმეტი იყო თუ იოპ თვაიმა დამავიწყდა სამურდი რა მოძებნეთ ვინმე მთამსვლელი მე იქ აღარ ვარ ამსვლელი დიდ ფილოსოფოს არისტოტელეს საფხულზე აქვს ნათქვამი რა არის კაცო რა უბედურება ეს სიცხეთ მართლა რა უბედურება მოგესალმებით. მე სპარტაკი ვარ ქობულეთიდან. და ეს არის გადაცემა აჯიკა. ან სემენდე, ცევე სასმელები, ნაყინი. როგორც მივხვდით, დღეს მინდა ზღვაზე, ზაფხულზე და დასვენებაზე გესაუბროთ. ხო, მხოლოდ გესაუბროთ, იმიტომ რომ მე შვებულება არ მაქვს. მონოლოგის ხუმრობებზე ფიქრი რომ დავიწყე, აშკარად დამეზარა. ზაფხულია, ცხელა, ტვინის გაზარმაცებულია. და გონია რომ პირდაპირ სტუმარზე გადავიდეთ ჯობია რა. კაი ხო, მაგ რაღაცა ურისამიხმურობა და კეთილი. ზაფხულის დადგომისთანავე იმატებს ტემპერატურა, დაღლილობა, ნაყინის ცარიელი კონტეინერებით აშენებული ცათამბჯენების სიმაღლე და დეკოლტის სიღრმე. სულ რომ გამყინვარება დაიწყოს და ქურთუკების ჩაცმა მოგვიწიოს, 60-70 წელს გადაცელებულები მაინც იტყვიან ამისთანა ზაფხული მართლა არ მოხდა. ვინც დასასვენებლად მიდიხართ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ვინც უკვე დაისვენა, შეუძლია საქმე შეუდგეს და ვინც უკვე კაი ხნის დასვენებულია, ნათელი და სანთელი მისვლის. ვინც დასვენებას ცოლთან ერთად გეგმავთ, საღოლძმაო თქვენ ბიუჯეტს რა. არა, შეიძლება ცოლთან ერთად მეც გეგმავ, მაგრამ დასვენებით მე მარტო მივიდიოთ დასვენებად. როცა აგვისტოში მთელი წლის მოუკითხავ აჭარელ ნათესავს ურეკავ თვალით და ასე ეკითხები, როგორ ახარ, როგორო? ის იქიდან პასუხობს კარგად ბიჭო, შე როგორ ახარ, შენო? სად დაიკარგი, სადო? საერთოდ არ მჯერა იმ ისტორიების, რასაც ბათუმში აჭარულ ხაჭაპურზე ყვებიან. აგვიანდება არა ის. რო შევედი რესტორანში, მომაციეს ეგრევე ხაჭაპური და მითხრეს, ოდიშ გიხდით ბატონო ჩემო, შე რო დარეკეთ და შეგვიკეთეო, მაშინ დიდი თოვლი იყო და ვერ დავიწყეთ მომსადება. და მე დავიწყეთ და აგერ წამომეცია ზოგში ხაჭაპური. თუ სასტუმრო ძალიან ძვირია, ოდიში აქ თუ ზედმეტი იყო, ძალიან ძვირია. მაშინ საოჯახო სასტუმროს მიმართავთ ხოლმე. და თუ ესე ძვირია, მაშინ საქმეში რომანტიკა ერთვება და ვიწყებთ ბუნების აღწერას. თუ რა მაგარია ბუნება, ღამე, რამე, რაღაც ამოწევით. რითი ჯობია ზამთარი ზაფხულს? არ გცხელა. კიდევ სიცხე არ გაწუხებს. ხო, და კიდე გრილა. ანუ არ ცხელა რა. კიდევ ბევრს ჩამოთვლით, მაგრამ ეხა მაგის თავი არა მაქვს ძალიან ცხელა. როცა პლიაჟზე ვართ, გოგოს გაცნობის და მასთან გართობის ნაცვლად დროს რატომღაც სიმინდის გამყიდველთან ლაპარაკში ვხარჯავ. თან ისიც რო არაკლებს ბიჭო. დააკელი ამდენ ხანს რო გელაპარაკები გამექცა ეს გოგო. მოდი წარმოვიდგინოთ რომ ბათუმში შერატონის ბოლო სართულზე ვართ. დილით აირმიდან შემოსული ნიავი გვაღვიძებს. ნელ-ნელა ვახელ თვალებს, ვიზმორებით და ამ დროს შემოდის დაცვა, რომელმაც კამერებში დაინახა როგორ შემოიპარე გუში ნომერში და ამოხრის გარეთ ადიაკედანო. შვეულების გატარების შემდეგ თავარია არ მოდუნდეთ. და მეგობრებთან პარიზში გატარებული დასვენების ფეიქ ისტორიების მაგურად ვოფშკვიში გატარებული შვებულების ისტორიები არ მოყვეთი. ზაფხულში სოფელში წასვლა ნამდვილ დასვენებასთან ასოცირდება. იქ თოხსა ჩამოყუდებული დაისვენენ. იქ ყანის გვერდით ჩრდილში წამოწვევი. იქ სროხებს გადენი და მერე იმათ ჩრდილში წამოწვევი. და მოკლედ რავი რა, დასასვენებელის მეტი რა არის. და ბოლოს, დიდ ფილოსოფოს არისტოტელეს ზაფხულზე აქვს ნათქვამი. რა არის კაცო რა უბედურება ეს სიცხეთ მართლა რა უბედურება თუ შეამჩნევდით ეს მონოლოგი მალე დამთავრდა მაგრამ მაინც უფრო დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ჩემი შვებულება რა ამიტომ ჩართეთ ვენტილატორი შეავსეთ წყლები საპირფარეშოები მოილიეთ და გადავიდეთ სტუმრებზე სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი ერთი მისი და ჩვენი გადაცემის სტუმარია ცნობილი მთამსვლელი ბატონი ჯიმშერ ჯომოლუნგმა შევეგებავთ. მოგესალმებით ბატონო ჯიმშერ. დაბრძანდით, მოეწყვეთ და თავის ეგზენით, როგორც ჩიტიგალიაში, როგორც მუჩივებელა. ოდიში გადავუხვია. დოსიეში გიწერიათ, რომ დაიბადეთ წერაყინით ხელში. ამას როგორ ახსენეთ? იცით, მაგდროს დედაჩემი იყო ფერმზიმეთ, მთამსვლელი იყო. ერთ-ერთი თვის დაპყრობის დროს მშობიარობა დაიწყო და მე პირდაპირ გავითვალისწინე და ასე წერაყინით გამოვიბადე. ძალიან კარგი.
დამთავრებული გაქვთ მთა. ანუ მანჰეტენის თეორიული ასიმილაციის უნივერსიტეტი? არა თქვენ ცდებით, მე მაქვს დამთავრებული მალე თორემ ამენძრა უნივერსიტეტი. უბსკოლის განხრით. როცა ეს განხრა კარგი, მაგრამ ამენძრა თუ დამენძრა? არა, ამენძრა, იმიტომ რომ ამოყირებებული სწავლობდი ხოლმე, ეს თქვენ დაყუდებული ვიყავით, ესე სწავლობდი. ძალიან კარგი. გიგური ამენძრა. კარგი. რაიმე უცნაურს ხوار გაიხსენებდით? კი, ერთხელ ავდივარ კლდეზე, ხოდა კლდეზე თუ სწორედ გაიგეთ, კლდეზე ავდივარ. კარგი. კლდეზე ავდივარ და ფაქტობრივად ასული ვარ უკვე მწვერვალზე. და კრუჩაჩა, კრუმპუპა, ეს რა. ვირეკამეთ ტელეფონზე. ტელეფონის არა თქონდა? შემდეგ ვირეკამეთ პასუხობ, ვიდე ყურზე, რაღაც მეორე მიანახეთ, მაგრამ არ მესმის. და დავაწოდე ჩემს გვერდით თქომ ადამიანს, რა უნდა ეთი ამ ჩემისას რა უნდა. რა უნდა და ყურებიანი ქუდი დაგჩენიაო და თურმე მოყნეული მაქვს ყური, რას გაიგონებ? აჯიკა. სერგი. შემდეგ შაო მეთქი და ამ მარობაში ამისელ და ფეხე და 5 წუთში ჩავედი დისლოკაციის ადგილზე. კი ბატონო. აიღეთ ყურიანი ქუდი და გავუყევით ისე მთის გზას, ხო? კი, ახლა თქო. ძალიან კარგი. მოდი გადავიდეთ სხვა თემაზე. ქუდი გასაგებია და აი წყალი თუ დაგჩენიათ თაში წასულს. ერთხელ დამჩა წყალი, მაგრამ მე ვნახე რომ ჭიქას დამჩენია და რა აზრი ქონდა, აღარ ხო, ახლა ჭიქა თუ დაგჩა წყალს არ ერთალე, ხო რა სესულები. რა დაგიფხრიათ ყველაზე მნიშვნელოვანი? ამეუღლე დავიყარე პირველ რამეს. საკმაოდ ციცაბო იყო. აჰა. რამდენიმე მხრიდან წადა ასლა და ძალიან კარგი, მოდი სხვა თემას გადავიდეთ სანამ ეს. ნათქვამი გაქვთ, ამოვიდა ყელში ეს ყველაფერი. ანუ ეს თავსრულობა ამოვიდა ყელში თუ როგორ? არა, ეგ შეცდომა ამათ ელექტრის სანამ თავსრული გავხდებოდა. აჰა. მანამდე ვიყავი საჭმელების დეგუსტატორი და ეგ ქონდა უკვე ეს. ძალიან კარგი. კარგი, განვიხილოთ თქვენი პროფესია. სანამ თამდე მიხვალთ, რა ტრანსპორტით მიდიხართ იქამდე? მანქანით ტრანსპორტი ამჭირდება. არა? აბა, პოპუტნით. ანუ ეს პაპუტი, კი ბატონო. დავუშვათ და ღამით დაგიჯდათ თავის ფანარ, თავს რო იმაგრებენ ხოლმე. მაგ შემთხვევაში რა შვებით? სათხართ? თუ? ეს ისთვის. აუ! კაი, ჩააქრა მოიწვა თვალები. კაი. ვინმე ცნობილ თავსრულთან ერთად თუ ასულხართ? იგი ყოველდღე ავდივარ ხოლმე, ჩემს ხობუში ცხოვრობენ, მე-4 მე-5 სართულში და შეიძლება ვიწევს ხოლმე ლიფტი. ეგაი. რა საკეთებთ იმ შემთხვევაში თუ წერაკინი მოიქნეთ და ჩემ არ ერჩო? რა უნდა ჩაერთოს? არა. ეს იყო შედარება რა, ანუ ჩემ არ ერჩობა რა, ანუ არ ერჩობა. თეორემაა. რატომ თარსავთ მე მართლა მოვხდება? მაგრამ ისიც მითხარით რომ შეიძლება შუაში გამიწდეს იქ ბაზარი და ჩამოვარდე და მეც იქ რა არის ეს. არა, ნახეთ, თქვენ თასვლელი ხართ და შესაძლოა მართლა გაწყვეტს ბაზარი და ჩამოვარდეთ. უი მე. კიდე გაიჩემგო გაიგე. თიდან ჩამოსულს მეუღლე თუ კოცნით ხოლმე. კი, მაგრამ მიწიანი ტუჩები არ მოსწონს ხოლმე რატომ? მიწიანი ტუჩები რატომ? იმიტომ რომ ჯერ მიწას კოცნი რახან ჩამოვედი. რახან ცოცხალი ჩამოვედი, აღარ დავიძებ. მე მიწა ხოლმე მეუღლისთან. კი ბატონო. კარგი. სხვათა შორის ჩამოსვლაზე გამახსენდა იმ დღეს ავდიოდი შხარაზე, იმიტომ რომ რეკორდი დამეყარებინა სწრაფად ასვლაში. მაგრამ ძალიან ვიშხარე და დაგვერდი თოვლში. ზოგიერთ მესტიელ ბავშვებს თოვლის ბაბა ჰქონდა ზაფხულში. აი მაღაზია ნათქვამი მოშხარეს მოუღვიანდეს. მართლა დამავიწყდა, რამის ხომ არ დალებთ? აი მაგალითად ყავა შოკოლადით, ჩაი ლიმნით და ჩაი ყავით. როქნა? არა. ჩაი ყავით თქო, ანუ ყავა და ჩაი არის ერთად. ჩაი შემასხი ტრაქში. და ყავა? ყავაც. ოღონდ თუ შეიძლება ორი შეხარ. სანამ გაგიგდებ, რაიმე კურიოზს ხوار გაიხსენებდი ხალხი. კურიოზი მოგვ ძალიან. ერთხელ ხوار მომივიდა. არა. მაცილებენ რომ იციან რომ ევერესტზე უნდა ავიდე და დავიყო რაღაცა და წავედი და ერთ 10 მეტრში მოვტრიალდი მეთქი წერაყინი დამშა და ამათ უკვე წარმოაქვს გაკეთებული შეცდომა. იგი მოვკვდის იცილი. და თუ მოგდი ხა აქ როგორზე ხარ? გადარება იყო? თაში რაზე უცნებობთ ხოლმე? მე თოცხან ჩამიყვანე არ იცხებ ხო? მაგის გარდა. ჩემი შვილები მიმყოფე, კარგად თქო რო გითხრა დაიჯერებ ხო? არა. მაშინ ძუძუებზე. თაში კაია, გიბა. წარმოიდგინეთ რომ თქვენი ექსპედიციის წევრი, ისი? ექსპედიციის გუნდის წევრი. პაძელნიკი. პაძელნიკი, თქვენი პაძელნიკის წევრი
თუ იოპ თვაიმა დამავიწყდარას ვამბობდი რა. ანუ თქვენი გუნდის წევრი დაიკარგა და უცებ აღმოჩნდა მეორე მხარეს სიკეთე, კედლის. თის მეორე მხარეს, აი როგორ უნდა გამოახედოთ ის, აი როგორ უნდა დაუძახოთ. მერე? აი სამ მიპასუხოს. აჰა, კარგი. და აქეთ ჩემგან წამოდიო როგორ უნდა ვთქვა. სალამატია. ნუ ანიშნებ იმედია თქვენთან ერთად არავინ დაიკარგება და ყველა ცოცხლები ჩამოვიდა. Თამსვლელი ხარ და ალბათ ხელებში ძალიან დიდი ძალა გაქვთ, ხო? ძალიან დამოწული ხალები მაქვს. იმ დღეს ჩემი ორი მეგობარი წაიქცა ყინულზე და მე თვითონ გამოვათრია. ანუ მოყინულზე გაათრევთ. დიახ, შეიძლება. მაგრამ გითხარით რა უკუჩვენება აქვს თამსვლელობას? ერთი უკუჩვენება რაც მოხსენდება, როცა ავდივართ ხოლმე, ოთის მე მიწევს ბოლო და ეს ჩემი წინა თამსვლელები უკუს მოჩვენებენ. უკუს გაჩვენებენ თამსვლელებს. ძალიან კარგი. რას ურჩევდით მომავალ თამსვლელებს? რომ წამოვენ პური წამოიღო. არა. პური გასაგები, მაგრამ აი ვინც ახლა დაიწყო თამსვლელობა, მაგათაც ურჩევთ. ხილად იმან ემან არაფერს წამოიღო. ძალიან კარგია. გაითვალისწინეთ მომავალ თამსვლელებს. მე ვიცი რომ თაში მუზები ხშირად მოგდით ხოლმე. კი, სხვათა შორის და ერთი ლექსიც დავწერეთ თუ შეიძლება სიჩვენე. ისმენ მოძებნეთ ვინმე თასვლელი, მე იქ აღარ ვარ ამსვლელი. აი დამბურცგლა ერთიან. ალბათ მოგეწონა. კი არ მომეწონა დაკეტეთ ეს დედა ხო შეიძლება ორპირია. აი. კარგი. მოგლეთ ძალიან დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის. ანუ მოგზანებისთვის არ ამიტომ ახლა ვიყავით, თაში ვიყავით და ჩამოვიდა. დიახ, ხო ჩამოვიდა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინეთ და გამოექანეთ. გისურვებთ რომ ძალიან ბევრი მწვერვალი დაგეპყროთ და ზეცაში ხელები აგეპყროთ. ეს აი მე საკან ლექციო თქვით. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო თამსვლელი ჯიმშერ ჯომოლონგმა. ჩვენ ერთმანეთს ერთგვარად შევხვდებით, თუ არ შევხვდებით, ძაღლი მე მაკვდა სულში.